Thank you. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანი თანახმაა ბირთვული პროგრამის გარკვეულ საკითხებზე მოლაპარაკებები აწარმოოს. ამის შესახებ მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ისაუბრა. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომი დაიწყო, შტატების სახელმწიფო მდივანმა სენატორების კითხვებს პირველად უპასუხა. ირანთან მოლაპარაკებები შვეიცარიასთან მოლაპარაკებებს არ ჰგავს. ეს სრულიად განსხვავებულია. სამწუხაროდ შუამავლების გამოყენება გვიწევს. მაგრამ ჩვენ წინაშეა შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება დღესვე შესრულდეს, თუ არა და ხვალ ან მომავალ კვირას. ისინი პირველად დათანხმდნენ აწარმოონ მოლაპარაკებები ბირთვული პროგრამის გარკვეულ საკითხებზე, რომელთა განხილვასა და ხსენებაზეც კი ერთი წლის წინ უარს ამბობდნენ. ეს არ არის გარანტია, რომ საბოლოოდ ისეთ შეთანხმებას მივიღებთ, რომელიც სენატისთვის ან ამერიკელი ხალხისთვის მისაღები იქნება, მაგრამ ჩვენ შევძლებთ ჩავერთოთ პროცესში, რათა რეალურად ვნახოთ, რამდენად არიან მზად შორს ასასვლელად. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ირანი ჰორმუზის სრუტეს სრულად გახსნის და ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დათმობებზე წავა. სახელმწიფო მდივანი შტატების საგარეო პოლიტიკის გამო განსაკუთრებით დემოკრატმა სენატორებმა გააკრიტიკეს. სენატორი კრის ვან ჰოლენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ადანაშაულებს, რომ ომში ისრაელის გამო ჩაერთო. ეს თქვენი პირველი საჯარო მოსმენაა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ირანის წინააღმდეგ უკანონო ომი წამოიწყეს. ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ამას 40 წელი ელოდა. როგორც აღმოჩნდა, მან საბოლოოდ იპოვა საკმარისად სულელი და წინ დაუხედავი პრეზიდენტი, რომელიც მას შეუერთდებოდა. ამ ომს 14 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა ასობით დაიჭრა და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ომი ბენზინის, საკვებისა და სხვა მრავალი პროდუქტის ფასს ზრდის. ტრამპს აშკარად არ ადარდებს ეს. მან საწვავის მაღალ ფასებს კაპიკები უწოდა და თქვა, მე ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე არ ვფიქრობ. ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვებია და რისთვის პრეზიდენტმა 91 დღის წინ გითხრა, რომ ციტირებ, ირანთან ომი მოვიგეთ. გასულ წელს მან ქვეყანას უთხრა, რომ ირანის ურანის გამდიდრების ობიექტები სრულად და მთლიანად განადგურებულია. ეს სიმართლე არ იყო? მოდი ვაღიაროთ, ბატონო სახელმწიფო მდივანო, ტრამპის საგარეო პოლიტიკა სრულ კატასტროფად იქცა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა სენატორმა ჯინ შაჰინმა მარკ რუბიომ მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის ოფისი ამერიკელი ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობს. მან ასევე მარკო რუბიოს კითხა გააგრძელებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების დროებით მოხსნას. პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთს გაუხსნა გზა. სახაზინო დეპარტამენტის მიერ გაცემული ლიცენზიების მეშვეობით მას საშუალება მიეცა გლობალურად გაყიდოს ნავთობი. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციას უნდა სცოდნოდა, რომ ირანთან ომი რუსულ ნავთობს უფრო მოთხოვნაც გახდიდა, მათ მაინც გადაწყვიტეს ამ ნავთობზე არსებული შეზღუდვების მოხსნა და პუტინისთვის დამატებითი ფინანსური სარგებლის მიცემა. ამიტომ შეგიძლიათ გითხრათ, დაუჭერთ თუ არა მხარს ამ ლიცენზიების გაგრძელებას. მარკო რუბიოს განცხადებით, შეზღუდვები რუსულ ნავთობ ტანკერებს მხოლოდ დროებით მოეხსნა. მომავალში გადაწყვეტილებას კი ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი მიიღებს. სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს ურთიერთობაზე. მისი თქმით, შტატებს ნატოსგან ბაზების გამოყენების შესაძლებლობა აქვს. თუმცა ალიანსის ზოგიერთი წევრი ამაზე უარს ამბობს, რაც ნატოს მიმართ კითხვებს აჩენს.